საკადრო ცვლილებების კასკადი შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ კვირაში ერთი მეორის მიყოლებით გვესმოდა, რომ ერთი დანიშნეს და მეორე თანამდებობიდან მოხსნეს. ვის უშვებენ და ვის ნიშნავენ ამ საკადრო გადაწყვეტილებებით ძალიან კარგად ჩანს, რომ წინა პლანზე გამოჰყავთ ადამიანები, რომელთა სახელების მიმართ არსებობდა არაერთი კითხვა, რომლებსაც განსაკუთრებულ სისასტიკეში საქმეების გაყალბებაში, ადამიანის უფლებების დარღვევაში და კიდევ ძალიან ბევრ რამეში სდებდნენ ბრალს. წლების განმავლობაში ეს ხალხი კურისებში ჰყავდათ გადაყვანილი, ახლა კი ისევ წინა პლანზე გამოჰყავთ. რას ნიშნავს ეს? თუ არა შიშს და ხალხის დაშინების მცდელობას, რომ ვინც ხმას ამოიღებს და ვინც ზედმეტს ილაპარაკებს, ყველას ციხეში გაუშვებენ. მარიამ გაფრინდაშვილი უკვე სტუდიაშია. მასთან ერთად გავაანალიზებთ, ვილაპარაკებთ იმ საკადრო ცვლილებაზე, სადაც გნებავთ ქალბატონო. მარიამ სულ ოცავ დედობას, სულ ახლა ხანს ის დედა გახდა. მარიამ, დავიწყოთ პირველი რეზონანსული და სკანდალური საკადრო ცვლილებით, რომელიც ყველაზე ხანმოკლე აღმოჩნდა ბატონი იოსებ სიგუასთვის. უკიდურესად ხანმოკლე, ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა. იოსებ სიგუა ძალიან ბევრი წელია სისტემის ნაწილია, დაახლოებით 2-10 წლეული წელია თითქმის, მაგრამ ბოლო 24 საათი აღმოჩნდა მისთვის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთა ბრძოლის სამმართველოს შეფად მუშაობა. სოსო სიგუა ახლა ელექტრონული სამაჯურით გადაადგილდება, მას 600 მეტრის რადიუსზე აკრძალული აქვს ყოფილ ცოლთან მიახლოება. ახლა ჩვენ ვხედავთ ახალ კადრებს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ არის გადაღებული. თბილისის საქალაქო სასამართლოს ის უკვე ელექტრონული სამაჯურით ტოვებს. სიგუა, რომელსაც სასამართლომ ცოტა ხნის წინ უარი უთხრა მის საჩივარზე, რომ ელექტრონული სამაჯური არ გაეკეთებინა. ინტერესების დამცველები რამდენიმე საათის განმავლობაში მოსამართლე ქოჩქიანის დარწმუნებას ცდილობდნენ, რომ ყველა ბრალდება, რომელსაც სოფო სიგუა დარბაზში აჟღერებდა და მანამდე საჯარო ჩაბათის ეთერში მოყვა უმძიმესი ბრალდებების შესახებ, ეს იყო ტყუილი. თუმცა მაგრამ აქ მნიშვნელოვანი რა არის? სისტემა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო რეაგირება, რაც მსხვერპლმა, რომელმაც მანამდე მიმართა პოლიციას, მიმართა გენერალური ინსპექციას, მე მგონი პროკურატურაშიც იჩივლა, ხო? კი ბატონო, პროკურატურასაც მიმართა, ანუ ყველა უწყება მოიარა და თქვა, რომ ჩემი სიცოცხლე არის საფრთხეში, იმიტომ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი ქმარი მცემს. და უფრო მეტიც, მას შემდეგ რაც რეპორტაჟი გავიდა ჩვენს ეთერში, პასუხი რა იყო ამ შემთხვევაში სულხან თამაზაშვილის უწყების უცებ გვითხრეს, რომ დაწინაურდა ეს ადამიანი, ხო, დეტექტივების სამმართველოდან გადაიყვანეს ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე, მაგრამ კი, სხვათა შორის ბრალდებებიდან, ანუ მას შემდეგ რაც მოვისმინეთ ეს ინტერვიუ, რომელიც გავიდა ეთერში, უმძიმესი მოსესმენი ინტერვიუ იყო, ეს ქალბატონი როდესაც საუბრობდა და ამ რეპორტაჟში სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იყო, აქ საუბარი იყო მაღალი თანამდებობის პირის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონების გადამალვასთან დაკავშირებით. მხოლოდ 33 ავტოფარეხი. ეს რაც დეკლარაციაში უწერია, მაგრამ თვითონვე არსებობს საბუთი, რომ ხელს აწერს და ადასტურებს, რომ ფიქტიურად ფლობს ერთ-ერთი მსხვილი სამშენებლო კომპანიის წილს და ეს არის პირდაპირ კანონის დარღვევა. ღარიბაშვილი ამის გამო ყავთ დაჭერილი. მოკლედ, ეს ადამიანი ძალიან ბევრი წლის განმავლობაში იყო შინაგან საქმეებს ახერხებდა, რომ ყველა მინისტრთან ჟარგონს გამოვიყენებ, რომ დაელაგებინა ურთიერთობები და ყოველთვის წამყვან პოზიციაზე იყო, სხვა შორის საკმაოდ გამოცდილი პოლიციელია ის და ბევრ ფალსიფიცირებულ საქმეშიც მისი სახელი და გვარი წლების განმავლობაში ჩვენ გვესმის და მნიშვნელოვანი, რატომ მიიღო დღეს სასამართლომ ეს გადაწყვეტილება, რამდენიმე წუთის წინ მისმა ყოფილმა მეუღლემ სასამართლოს წინ განცხადება გააკეთა, რომ მან სასამართლოს მიუტანა აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში სისტემა უკვე იძულებული გახდა გვერდი ვეღარა მიუხედავად იმისა, რომ დააწინაურეს ჩვენი რეპორტაჟის შემდეგ და საჯაროდ გაკეთებული განცხადების შემდეგ. ეს განაცხადიც იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, რომ აი, კი, მე რა რომ მაგალითად სოლს ფანჯრიდან აგდებდა, მაინც ვაწინაურებ. დაიწყეს გაშევების კამპანია, ხო, ამ სავარაუდო გვახსოვს მაგას სატელეფონო გამოაქვეყნა ერთ-ერთმა მომღერალმა სოციალურ ქსელში, მამა რო რეკავს ამ სოფია სიგუას. და შესაბამისად, როგორც ჩანს, მტკიცებულებები საკმაოდ მყარია, იმიტომ რომ მოსამართლე ქოჩქიანმაც კი, რომელიც რეჟიმის სხვადასხვა იურისტების
თქმით და ჩვენ ხედავთ მის განხილულ სამართლებრივ დავებს, აქტივისტების საქმეების განიხილავს, ის საკმაოდ დიდ მორჩილებაში იმყოფება კლანთან. ასეთია შეფასებები, ამას ვამბობ, მანაც კი დატოვა, ხო, ელექტრონული სამაჯურის მეთვალყურეობის ქვეშ სიგვა, იმიტომ რომ საქმეში როგორც ცოლი ამბობს, დევს ვიდეო მტკიცებულებები მათ შორის, სადაც ასახულია სავარაუდო ძალადობის ფაქტები და აუდიო მტკიცებულებები. ჩვენ, როდესაც გადიოდა რეპორტაჟი ეთერში, მაკა ჩიხლაძეს ჰქონდა არაერთი მცდელობა, რომ იოსებ სიგუას დაკავშირებოდა და მისი საპასუხო კომენტარი მოესმინა, მას აქვს უფლება იმართლოს თავი. იოსებ სიგუა ჩვენთან კავშირზე არ გამოვიდა, ეს ხადად იყო წარმოდგენილი ამ რეპორტაჟში. დღეს ჩვენმა ჟურნალისტმა კიდევ ერთხელ სცადა უკვე სასამართლო პროცესის შემდეგ, რომ მისთვის მიეცა მისი არგუმენტების და მისი პოზიციის წარმოდგენის საშუალება. ახლა ჩვენ შეგვიძლია ეს ვიდეო ვნახოთ. არაფერს იტყვით? არა, არაფერი გაქვს სათქმელი? ბატონო სასა, გამომდინარე იქიდან რომ გაჟღერდა უამრავი ბრალდება, ამიტომ მაქვს შეკითხვები, რომ თქვენ პრეტენზია აღარ გაგიჩნდეთ, რომ კითხვა კი მესმის, მაგრამ ნახეთ, ფიზიკურ ძალადობაზეა. მესმის, მაგრამ ფიზიკურ ძალადობაზე ასაუბარი და თქვენი მეუღლე გადანაშაულებთ სასტიკ ძალადობაში. ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ? კი ბატონო, მარიამ, ეს არის ერთი საქმე სიგუას წინააღმდეგ, თუმცა ჩვენ წლების განმავლობაში სიგუას წინააღმდეგ ვესმოდა არაერთი ბრალდება. კი ბატონო, მისი სახელი ფიგურირებდა პირველ რიგში საბას ხვიტარიძის სადამშელო ოპერაციაში. მე შეგახსენებთ, რომ იოსებ სიგუა იმ დროს, როდესაც აქციების მონაწილეებზე მიმდინარეობდა სასტიკი ძალადობა თბილისის ცენტრში, ხელმძღვანელობდა დეტექტივების სამმართველოს. ეს სამმართველო იცით, რომ მუდმივად მობილიზებული იყო, ხან ტიტუშკების ფორმას აცმევდნენ ამ სამმართველოს თანამშრომლებს, ჩვენ გვახსოვს ხო მირიან ქავთარაძე და მისი დაჯგუფების წევრები და ასე გამოირჩეოდა ეს დეპარტამენტი. სწორედ პირველაშვილი ხო ეს პოლიციის მეგონი გაუშვეს სისტემიდან გაუშვეს, ისიც არაერთ ძალადობაში მხილებული ყოფილი პოლიციელია. საბას ხვიტარიძის დაკავების დროს და იქ, როდესაც ოპოზიციის შეხვედრა იყო სასტუმრო მარიოტში, სწორედ სიგუა იმყოფებოდა ადგილზე მის თანამშრომლებთან ერთად და მირიან ქავთარაძე, ვის გამოც სინდისის პატიმარის ხვიტარიძე ციხეში სიგუა ქორთიერთან იყო იქ. რა თქმა უნდა, ეს კადრები ჩემს სიუჟეტშიც ნახა მაშინ მაყურებელმა, როდესაც ეს დაპირისპირება დაიწყო და ოპოზიციის ლიდერები გარეთ გამოდიოდნენ და ტიტუშკების სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლები იქ სავარაუდო დაპირისპირების პროვოცირებას ახდენდნენ. ბატონი სიგუაც იქ იყო და ამ კადრებში ის ძალიან ნათლად ჩანდა. ხვიტარიძე მირიან ქავთარაძეზე სავარაუდო თავდასხმისთვის არის მსჯავრდებული და ქავთარაძე სიგუას თანამშრომელია. სწორედ ხვიტარიძეზე შურისძიებას მოხდა ამის შემდეგ, იცით რომ ხვიტარიძე მაგრამ აქ საინტერესო დეტალი არის რომ ხვიტარიძის ქმედება რითი იყო გამოწვეული, როდესაც თეონა ჭალიძეს ქალს დაარტყა ფიზიკურად გაუსწორდა და კაცი გამოესარჩლა, მაგრამ შესაბამისად იმ დროს უკვე მოვლენები იმ სცენარით განვითარდა, რომ ეს გამოძიებამ საერთოდ არ შეიმჩნია. და უფრო მეტიც არ შეიმჩნია და ჩვენებების ფალსიფიცირება მოხდა, იმიტომ რომ ყველა პოლიციელი სიგუას თანამშრომლები, ვინც გამოკითხეს, მათი ჩვენებები მე წავიკითხე და ჩვენს რეპორტაჟშიც ნახა მაყურებელმა ზუსტად იდენტური ჩვენებები მისცეს სამართალდამცველებმა და ამის შემდეგ უკვე დაიგეგმა ხვიტარიძის გატაცების სპეცოპერაცია გორის მაგისტრალიდან და ის გააყალბეს დაკავების დრო აიყვანეს სიგუას სამმართველოში, სადაც ის დეტალურად ყვება როგორ მოხდა მისი წამება. ხო, ამ ფაქტზე გამოძიებაც არის დაწყებული და სხვა ამ თემაზე მხოლოდ ხვიტარიძე არ საუბრობს. ამაზე საუბრობდა ჩვენი კიდევ ხალაშვილი, ის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანია, რომელიც წარმოუდგენელ სისასტიკეზე ყვება, ის დეტალურად ყვებოდა ჩვენთან ინტერვიუში, როგორ გაიტაცეს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირიდან ჯერ თაბუკაშვილის პოლიციის განყოფილებაში აწამეს, შემდეგ უკვე გადაიყვანეს სიგუას სამმართველოში, ქალაქის სამმართველოში იყო სიგუას კაბინეტი, აქამდე აიყვანეს მერვე სართულზე, სადაც მოხდა როგორც კუხალაშვილი ამბობს, მისი წამება, შემდეგ უკვე სიგუა შეხვდა და ის თხოვდა, რომ პროევროპული აქციის მონაწილეების დისკრედიტაცია, ანუ ეთანამშრომლა, ასე ვთქვათ და მოეხდინა ამ აქციების წევრებს წარმოადგენლებს. მარიამ,
სიგუა სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. სიგუამ კომენტარი არ გააკეთა, თუმცა კომენტარი გააკეთა მსხვერპლმა ქალმა, რომელმაც სასამართლო პროცესზე წარმოადგინა ინფორმაცია ძალადობის არაერთი შემთხვევის შესახებ და ამაზე ილაპარაკა კიდევაც მან სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან. ახლა ჩვენ შეგვიძლია ამ ინტერვიუს მოусმინოთ. კარგია ის, რომ შემოყავებელი დარჩა ძალაში, სამაჯური დარჩა ძალაში და შესაბამისად ამ ბრალდებები იყო შემდგომი. ის ყოველთვის მემუქრებოდა მძიმე გაუხსნელი მკვლელობით. ძალადობდა ჩემზე, ეს ხდებოდა არასრულყოფნების თანდასწრებით და იყო ძალიან მძიმე სურათი. აქედან გამომდინარე მოვიდა დრო და ამოვიღე ხმა და მთელი რავი ყველა დამიპირისპირდა, მაგრამ მადლობა ყველაფერს, რომ ყველაფერი ისე დასრულდა ჯერჯერობით, როგორც არის. ეს არის აი მთელი ამ 13 წლის კასკადი, რომელიც არის წარმოდგენილი, არიან მოწმეები, არის გარკვეული მტკიცებულებები, მოწმეებისგან გამომდინარე, რაღაცა ფოტომასალაც, რაღაცა ვიდეომასალაც მათ შორის, პლუს ეს დევნის ფაქტი, კარგი ისაა, რომ რეაგირება მოხდა. და ეს საპასუხო რეაქცია, რაც მათ ჰქონდათ, რომ ჩემი გამოსვლის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ დაეწინაურებინათ, ეს ჩემი кейსი კი არა, ზოგადად პრობლემაა. ანუ ესეთი საქმე არ უნდა ხალისდებოდეს. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და აგრძელებთ თუ არა სამართლებრივ დავას, იმიტომ რომ აქ საუბარია თქვათ იმ ფიზიკურ ძალადობებზე გამომდინარე, როგორც ხანდაზმული უწოდა მისმა ადვოკატმა ამ საქმეს кейსებს, თუმცა აი ამ საქმეზე რამდენად გააგრძელებთ სამართლებრივ. ხანდაზმული ვინაიდან რადგანაც ორსულობის დროს და არასრულწლოვანი ბავშვის დროს თანდასწრებით, როცა ეს ძალადობებრივი ქმედებები ხდება, ეგ არ არის ხანდაზმული. ეგ არასოდეს არაა ხანდაზმული, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული. აქედან გამომდინარე, ხანდაზმულია 13 წლის დაწყებული დღევანდელ დღემდე ვლაპარაკობთ, მაგრამ აქ არის იანვრის ფაქტი, აქ არის 2014 წლის ფაქტი, არის 25 წლის, 26 წლის, ყველა ფაქტია და ხანდაზმული ერთი кейსი არ არის აქ სამწუხაროდ. მარიამ, ამ კვირაში ასევე გავიგეთ იმის შესახებ, რომ წინა ხაზზე გადმოყავთ ირაკლი ჩიმაკაძე, არაერთი სკანდალური საქმის ფიგურანტი, სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი და ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს მე-7-ს ეძახიან, ხო? მე-7-ს სამმართველოს, ანუ მოსმენებისა და თვალთვალის დანაყოფის ხელმძღვანელი პირი. ირაკლი ჩიმაკაძე პრინციპში ხო საჯაროდ ესე ძალიან იშვიათად ჩნდება ხოლმე და მის სახელი და გვარიც ყოველთვის შიგნით ესე საკმაოდ გავლენიანი კაცია. ერთადერთხელ არის, მე მგონი კურიერის დრო შემყავდა ჩაწერა. ჩავწერე მუხათგვერდის სასაფლაოზე ეს შემთხვევით. ხო. ირაკლი ჩიმაკაძე ახლა იქნება დავით კიკნაძის მოადგილე, ანუ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დირექტორის უფროსის მოადგილის პოზიციას დაიკავებს. ის ამ სამსახურში გადავიდა შინაგან საქმე და სამინისტროს, ასე ვთქვათ, მოსმენების სამსახურიდან. თუმცა ირაკლი ჩიმაკაძის ისტორია შინაგან საქმე და სამინისტროდან არ იწყება. ის ქართულ სპეცსამსახურებში მუშაობის უდიდეს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში მუშაობდა სუსში და იყო ანტიტერორისტული ცენტრის დირექტორი და ყველაზე ერთ-ერთი მძიმე ამბავი, რომელიც მის სახელს უკავშირდება და ოფიციალურად ის გამოკითხულიც არის, ეს არის ჩატაევის სპეცოპერაცია და ასევე თემირლან ჩატაევის საქმის გაგრძელება და შემდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ამბავი. 2017 წელს, როდესაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სოფელ დუისში საკუთარ სახლში საძინებელში ჩაცხრილეს, მაშინ ანტიტერორისტული დეპარტამენტის უფროსი იყო ჩიმაკაძე და ის სავარაუდოდ იმყოფებოდა ადგილზეც, იმიტომ რომ ეს სპეცოპერაცია მაშინ პანკისის ხეობაში ჩაატარა სწორედ მისმა დეპარტამენტმა და გამორიცხულია, რომ ჩიმაკაძის დაგეგმვის და მისი ინფორმირების გარეშე იქ სპეცრაზმი ან წასულიყო, ან ეს სპეცოპერაცია დაეწყო. მოქმედებებზე გადაწყვეტილება მიიღო და მამა ამბობდა ინტერვიუში, რომ სხვა შორის ძალიან ბევრჯერ ახსენებდა ჩიმაკაძეს ყოველთვის სხვადასხვა ინტერვიუებში ხოლმე ვახა მაჩალიკაშვილი და ეხლა ამბობს, რომ აი ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება. და სხვათა შორის 2017 წელს, როდესაც მაჩალიკაშვილი თემირლანის მამა საუბრობდა ჩიმაკაძეზე 2 წლის განმავლობაში, მაშინ პროკურატურამ ის არ გამოკითხა. ფორმალურადაც კი არ გამოუკითხავთ და მხოლოდ 2019 წელს შემდეგ აი უბრალოდ ფორმალური
საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, დაკითხეს გოგაშვილი, გომელაური და ჩიმაკაძეც იყო ამ მოწმეთა სიაში. სხვათა შორის მას არასდროს არ უსაუბრია საჯაროდ მაჩალიკაშვილის საქმეზე. ერთადერთი ინტერვიუ არსებობდა, როდესაც ყველა პასუხისმგებლობას იხსნიდა იგივე ჩატაევის შემოსვლაზე ქვეყანაში ძებნილ პირებთან ერთად და თემირლან მაჩალიკაშვილზეც. დღეს ვახა მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მისი გაშევების კამპანიის სათავეშიც იდგა სწორედ ჩიმაკაძე, როდესაც თემირლან მაჩალიკაშვილს სისტემა აშავებდა, ჩვენ გვახსოვს, ის ტერორისტად შერაცხეს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე და ვახა მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ციტირებ, მეხის გავარდნას გავდა, რომ დღეს უკვე ჩიმაკაძე არის ძალიან მაღალ პოზიციაზე ძალოვან უწყებაში. ჩვენ შეგვიძლია მოусმინოთ ამ ინტერვიუს. ჩემ საქმეში თემირლანის კვლელობა პირდაპირ უკავშირდება ჩიმაკაძეს. მაგ ბოროტ არსებას, მაგ ადამიანს, ადამიანი, რომელიც ყველა ადამიანური გნობებისგან არის დაცლილი. ეს მისი დღეს თანამდებობაზე დანიშნოს ჩემთვის ნიშნავს მეხის დაცემას. მთელი ამ საქმეში დამნაშავე და მთელი ამ კვლელობის ავტორი არის ირაკლი ჩიმაკაძე. მაგრამ როგორც ასეთი უფრო ხშირად გოგაშვილს ვესმოდით აუს. ეს იმიტომ რომ ეს გოგაშვილი გამოაგორეს და მტყუილებისა და დეზინფორმაციების გავრცელება მას დაავალეს. კი გასაგებია იგივე დამნაშავე გოგაშვილიც არის, როგორც ის გომელაური, როგორც მაშინდელი მთელი ეს უწყება სუსის მაღალი თანამდებობის პირები. მაგრამ როგორც ასეთი პირველი დამნაშავე არის ირაკლი ჩიმაკაძე. ეს დაგეგმვაც, ეს კვლელობაც, ამ ფულის გათეთრებაც, ეს ყველაფერი ერთად არის ირაკლი ჩიმაკაძის ხელწერა. კვლელობა თემირლანის სისხლი არის ჩიმაკაძის კისერზე. გადაიყვანეს და კიდევ ერთი ცვლილება, რომელმაც ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა, ეს არის სამარღანიშვილების ჯგუფის წინა ხაზზე წამოწევა. ჩვენ გვახსოვს, მაყურებელს გავახსენებ ერთი კადრით. ეს არის ნიკოლოზ სამარღანიშვილი, ცნობილი ვიდეო, რომელიც ჩვენმა ტელეოპერატორმა გადაიღო, ხარებასთან რომ იყავთ ადამიანი და წიხლით რომ ურტყამს ხარება. ეს არის ნიკოლოზ სამარღანიშვილი, ახლა კი მისი ვაჟი დაინიშნა, სხვა შორის ილია ხლუნტის დაკავების სპეცოპერაციის გიორგი სამარღანიშვილი ახლა ჩააბარეს მცხეთ-თათიანეთის პოლიცია, ის მანამდე გლდანი ნაძალადოვის პოლიციაში იყო, მანამდე კი სიგუასთან დეტექტივების სამმართველოში გაიარა, ასე ვთქვათ, ერთგვარი ესა პრაქტიკა. მანამდე სევასტოპოლის პოლიციაში იყო და სხვა შორის ხორავას საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი იყო, მაშინ დაიწყო იურისტების თქმით მისი უფროსობის პერიოდში ამ განყოფილებაში საქმის გაყალბება, მაგრამ აქ საინტერესოა ეს კლანი, ასე ვთქვათ, და მემკვიდრეობა, რომელიც ერგოთ სამარღანიშვილებს, მისი ბიძა და მამა სისტემაში ბევრი წლის განმავლობაში მუშაობდა, სხვათა შორის ნიკოლოზ სამარღანიშვილი, რომელიც პროევროპული აქციებიდან ალბათ ყველაზე კარგად ახსოვს მაყურებელს, როდესაც მაკა ჩიხლაძესთან ინტერვიუში თქვა, რომ სპორტი არის ახალგაზრდების ცემა, მისი შვილის ასაკის ადამიანების ცემა მისთვის სპორტის ერთ-ერთი სახეობა, სხვათა შორის სანამ ქართული ოცნება მოვიდოდა ხელისუფლებაში, ის მუშაობდა სისტემაში და ვაზაგაშვილის მკვლელობას შევახსენებთ მაყურებელს. იური ვაზაგაშვილი მუდმივად ახსენებდა მას როგორც მისი შვილის მკვლელობის ერთ-ერთ თანამონაწილეს. ეს განცხადებები იძებნება საჯაროთაც და ის ეგრეთ წოდებული კორტების სპეცოპერაციის ერთ-ერთ მონაწილედ ასახელებდა ბატონი იური ვაზაგაშვილი. ამის შემდეგ, როდესაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, მან თავი გამოიჩინა ნიკა მელიასთან ასე ვთქვათ, დაპირისპირებით, მელია მაშინ მისთვის ნარკოტესტის ჩატარებას ითხოვდა სხვა შორის რამდენიმე თვის განმავლობაში, მაგრამ როგორღაც სამარღანიშვილმა, არაერთ სკანდალში გახვეულმა სამარღანიშვილმა მოახერხა ქართულ ოცნებასთან პორტირება, ის გომელაურის საყვარელი პოლიციელი გახდა, დაწინაურდა და ბოლოს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილის პოსტზეც კი მუშაობდა. თუმცა ახლა ის, ასე ვთქვათ, პენსიაზე გაუშვეს, დაცვის პოლიციის უფროსის მოადგილეა, მისი
მისი ძმა კი, რომელიც აფხაზეთის პოლიციის შეფი იყო, ობიექტების დაცვაში გადაუყვანიათ, ასეთია ბოლო სტრატეგიული თანამდებობები ჩააბარეს, ვერ იტყოდი ასე რომ ის არის ჩემი აზრით საქმე. პენსიაზე გაუშვეს, იმიტომ რომ ისინი ძალიან გავლენიანი პოლიციელები დაცვის პოლიცია დგას საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. შესაბამისად ის არის. კარგით, შვილი ახალ თანამდებობაზე და რას ამბობდა მამა ნიკოლოზ სამარღანიშვილი, როდესაც ქუჩაში ახალგაზრდებს ასისხლიანებდნენ. მოგწონთ თქვენი შვილის ტოლებს რა ასე ურტყამე? სპორტი? არ გამოჩენილ ხართ დიდი ხანია და იმ დღეს გამოჩდით, რატომ? როდის გამოჩენე? ანუ იმ დღეს ნიღბის გარეშე თქვენ იყავით მხოლოდ. რა მოხდა მე ხანი თავარ ხანული. ცნობილია თქვენი ცივსისხლიანობა, სისასტიკე და არ ვიცი ახლა არა ალბათ რა გაგიცხ. ხართ ხო? და ხარ ხომ მივალ და ის მეტყვის მე რა ვარ და რა არა.